თითქმის 3 კვირაა ნანა ჭულუხაძისა და მისი ოჯახის წევრებისათვის კუთვნილი სახლის საცხოვრებლად უვარგისია. შენობის კედლებსა და საძირკველზე ყოველდღიურად ახალ-ახალი ბზარები ჩნდება და ნაპრალები ღრმავდება. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი იქაურობას გაარიდეს, უფროსები კი ღამეს მეზობლებში ათევენ. დიასახლისი თავს დამტკდა უბედურებას ახლა ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს. არ იცის ასე ცხოვრება რამდენ ხანს მოუწევს. მე ვიყავი მარტო სახლში. ვიყავი გარეთ გამოსულ და რო შემოვედი ეზოში, ვიგძენი აქანა ბრახლო დაიძახა სახლში. ავედი მერე ზევი და იყო ჩამონგრეული ბეტონი. მერე შემეშინდა, ახლა მეთქვი რაც მაქვს, ის მაინც არ დაიმტვრესა თქვა და გავედი მეზობელთან. მეუთხარი ამნაირი მდგომარეობა არის ჩემთან. თუ შეგიძლიათ მეუთხარი ან დამაცლევიოთ ის რომ არ დამემტვრეს. ავდექი მერე წამონყვა, ყველამ ხელი შემიწყო და გამოვცალეთ სახლი. ზოგი იქით წავიყე, ზოგი კოხნაში დავაწყვი აქ. დავცალეთ სახლი, მიჩერები ხართ, აგერ როგორი მდგომარეობა არის. რაც შეიძლება ქონდა, ამატებდა, აკეთებდა, მასშევებოდა, წვალობდა და მაინც ვერაფერი ვერ დააყენეს საშველი და კიდე ხედავთ როგორ მდგომარეობაშია და მეზობელსთან ათევს აგერ თანაც ნათესავი არის ღამეს. გოგოს და ყავს გათხოვილი, იმასთან არის მეორე გოგო ბავშვიან. ისიც აქ ყავდა ჩამოყვანილი, მაგრამ ვეღარ გაჩერდნენ, აქ ბავშვი პადვალში დაძვრებოდა. დადიოდა და შეეშინდა რომ იქ ყოფილიყო. ჩამოვარდნილი იყო რამე და ბავშვი დამართოთ. ამიტომ მოაცილეს ოჯახს და წაიყვანა, ამიტომ არიან ოჯახის წევრები წასული. შესვლა შეიძლება, იმან შეხდა ცხოვრება როგორ შეიძლება. ხო და არაფერი ფინანსები ამათ არ გააჩნიათ, რომ რაღაც გააკეთონ და ეს თუ დაეხმარება არავინ მთავრობა, კარგი იქნება. მესამე სახლია რომ დაენგრათ ფეგი. ობლებაში დარჩნენ, გაიზარდნენ რა, ობლები იყვნენ, დედა არ ყავდათ, მამა არ ყავდათ. ორი შვილი გაზარდა ბებიამ. ორი შვილი ყავდა და მეზობლების კმაყოფით, საჭმელი იყო თუ სასმელი იყო ვეხმარებოდით. ეხლა ნუ თუ თავრობას არ აქვს იმისი სახსრები რომ დაეხმაროს მას. ჩვენ თავს არჩივი ვართ, მე დასახმარებელი ვარ, მაგრამ ეს ყველაზე მეტად გვეცოდება. სოფლის რწმუნებულთან დასახმარებლად მისულ საიმედოს ვერაფერს შეპირდნენ, გარდა იმ შუამდგომლობისა, რაც ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად არის აუცილებელი. მევლუდ მაჩიტიძის აღიარებით სახლის ზედაპირული დათვალიერებით ამ ეტაპზე საცხოვრებლად საშიშია. ოჯახს ძალიან უჭირს სახლი დანგრევის პირზე არის. გაუწია შუამდგომლობა, სოციალური უზრუნველყოფის სამსახურთან. ის სახლი ამ წუთში შეუძლებელია რომ იყოს გამოყენებული საცხოვრებლად. რაშიდაც ეხლა იმყოფება ეს სახლია დაზიანებული. დანგრევის პირზე არის მისული და ჩემის აზრით ყოვლად შეუძლებელია და როგორც ასეთი რომ მე მშენებელი არა ვარ კომპეტენტური მაგ საკითხების ირგვლივ და მე ვერ გადავწყვეტავ და ვერ განსაზღვრავ. რამდენად შესაძლებელია იქ ცხოვრება, მაგრამ ჩემის აზრით შეუძლებელი. ზესტაფონში ამ ეტაპზე არ არსებობს სამსახურიან უწყება, რომელიც საცხოვრებელი სახლის აშენებისათვის მიწის მდგრადობის შესახებ ინფორმაციას დადებს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ ტიპის დაზიანებაზე დახმარების გამოყოფას ვერ ახერხებენ, იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი საბიუჯეტო მუხლი და ფინანსური რესურსი არ არსებობს. გამგებლის მოადგილის ნუგზარ ქამუშაძის თქმით, ხსენებული პრობლემა ზესტაფონის დაახლოებით 2000 მაცხოვრებელს აქვს. ასეთნაირ სახლის აღდგენა შეიძლება შედარებით წვრილი თანხები. ერთ-ერთი ჩვენი დახმარება ეს არის ერთჯერადი სოციალური დახმარება, რომლის გაცემის უფლება ჩვენ გვაქვს გამგეობას და ამ დახმარებას ჩვენ ვაკეთებ. და ეს იმ თანხის ფარგლებში არის, რომ ეს არანაირად იმ პრობლემას მოქალაქეს არ უხსნის. ანუ არ ყოფნის ეს თანხები ელემენტარულია. ეს თანხები, რა თქმა უნდა, ზოგი თანხდება ამ თანხის გატანაზე, გააქვთ ეს თანხები, ხარჯავენ იმას სხვა საჭიროებისათვის, ოჯახის საჭიროებისათვის, იმ საქმეს ის პრობლემა შეება პრობლემად, ხო, ამდენად აზრი არა. ხო, და ველოდებით კი, რომ ეს საქმე არის შემდგომ ორგანოებშიც აწეული, გაყენებული ეს საკითხები და ველოდებით ჩვენ რომ მოგვეცემა რაღაც საშუალება ამ ლოგიური ტიპის დახმარების გაწევრის ასე ვთქვათ საშუალება ჩვენ გქონდეს. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ნანა ჭულუხაძეს აწუხებს, ისაა, რომ მას რამდენიმე მეზობლის მსგავსად საგაზაფხულო ხვნათესვის ვაუჩერი არ მიუღია, რამაც იძულებული გახადა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სესხი დაემუშავებინა. თუ გვეკუთვნოდა მთავრობიდან და იყო გადმოცემა, რომ უნდა დავხმარებოდა თელ სოფელს და ყოფილიყო სავალდებულო რომ მოხმარებოდა ეს ვაუჩერი უბანს, უნდა მოხმარებოდა ყველას, ხო? ამიტომ 10 ოჯახი ვართ ისეთები, რომ არ მიგვიღია ეს ვაუჩერის დახმარება. ესეთი ოჯახია, ეს ოჯახი, რომელიც თქვენ გადაიღეთ ახლა რომ მე არავითარი დახმარება ვაუჩერიდან არ მიუღია. თავისთავად მოთხოვნები ძალიან დიდი ქონდა, მივიდა თხოვა, რა არ შეევედრა ხალხს, მაგრამ სიტუაციები როგორია, ხედავთ ახლა თქვენ თვითონ აკეთებს. როგორც ნუგზარ ქამუშაძესთან საუბარში გაერკვა, ნანა ჭულუხაძე იმ ზესტაფონელთა რიცხვში მოხვდა, ვისაც ანალოგიური პრობლემა შეექმნა.
და ჩვენ ახლა ამას ალბათ გავაანალიზებთ, საბოლოო შედეგები დაიღება ამის და რა თქმა უნდა შესაბამისი ადმინისტრაციული თუნდაც დადგინდება რომ ესე იგი სუბიექტური ფაქტორია და პიროვნების გამო მოხდა ეს ხარვეზები, შესაბამისი მონიზეები იქნება გადარებული შესაბამისად ალბათ. შეგნებით უნდა შევხვდეთ ამას. ეს იყო პირველი აქცია, ეს იყო საჩუქარი მთავრობის, რომელიც ზიან წლებში არასოდეს არ განხორციელებულა ეს. ისიც ვიცოდით ჩვენ რომ ხარვეზები იქნებოდა, ხალხიც ამის შესახებ გაფრთხილებული იყო. ამ ტიპის დაზიანებით როდინაულში სოფლის რწმუნებულის თქმით ეს ერთადერთი სახლია, რომლის დიასახლისიც ახლა მეზობლის ოჯახში ელოდება სოციალური სამსახურის მუშაკის ვიზიტის შედეგს, რომლის მეშვეობითაც ის გაიგებს, დაენიშნება თუ არა ყოველთვიური ფულადი დახმარება. ნანა ჭულუხაძის ერთჯერადი ფინანსური დახმარების საკითხს გამგებლის სოციალური სამსახურის კომისია განიხილავს. თუმცა უსახლკარობის პრობლემას ამ ორი საკითხის დადებითად გადაწყვეტა მას ვერ მოუგვარებს. გოგებაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის გარემონტების მოლოდინშია. დაზიანებული საფარი მას ფაქტიურად გაუვალსხდის. პრობლემა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში მწვავდება, როცა გზის ერთი მონაკვეთის გადალახვა თითქმის შეუძლებელია. მოსახლეობის თქმით, არც სანიაღვრე არხებია მოწესრიგებული და წყალი ხშირად ეზოებში შეუდით. როგორც გარეთ წვიმს და მიდის ხელე ისე გადმოწისული აღუნდება ჩემეზოში. აქანა იმ ხელა წყალი. გავარ თოხი. იმას მე ვერ გადუყვალე იმ ხელა წყალს იგეთ ვეღარც გავძელი ამ აგერ ასმა მაწუხებს მე ის ბროხიალური და სიცივში არ შემიძი სულ თოლი ვადგება ამაზე ახალ პადვაში სახლის უდახსნიან მე წის მარტო ხელა ხალი ვარ მე აღემათ იმის საშუალება ბეტონი ვიყიდო კუჩი თემეთი ჩოუს ხამას და მე გავაკეთე რაც შემიძლია მე ჩემი წვალებით ვიწვალო ძალიან ცუდ დღეში ვართ. რამდენი გაწვიმდება, დიდი ან პატარა ენა გზაზე გავლის უფლება არ გვაქვს. დგება ბუგეები, წყლები, მანქანა გამერვის უშაგვასხამ წყალს და არის ვართ ერთ ამბავში. გაწვიმდება და გამერვის მანქანა და ეზოში შემოდის წყალია თუ ქვაა თუ რამეა. ხოთ, ძალიან რომ დაგვეხმაროთ, გაგვიკეთოთ ეს გზა. დღეში 2 საათი მიცვალებული მიდი, თავარი ქუჩა არის ეს ქუჩა, ხო? გადმოდის მთელი ოხრობა და მთელი ყველაფერი ჩვენ ეზოში. ნახოთ ახლა თუ ეს დაპირებები არ შესრულდა, მე ეს ამდენი ხალხი სხვანაირ შეტევას გააკეთეს, იმიტომ რომ ხალხს ამოუვიდა ყელში ამდენი მოთმენა, გადავიდა თავზე ამდენი ნებისყოფა, გააგიჟდნენ, განერვიულდნენ. კვირაში 5 მიცვალებული მოყავთ და თუ გაწვიმებულია ხალხი, აი ტალახში ამოსულები მიდიან. იქოქოლებენ, იწევლებიან, წევლიან ამ თავრობას და შენი ჭირიმე, რაზე აწევლიებენ თავ. შეთუსებულია ხალხი, მეც თვითონ რა 8-10 რეის ვაკეთებ და უკვე ამევიდა ისეთი რა. ხშირად არ ამოდივარ და არის ამაზე ჩხუბი და ბედრობა, წები ხოლმე ხეიძის ქუჩაზე. და არ ვიცი რა, თუ გაკეთება რა, თუ არა მეც უნდა დავანებო თავი რა, უკვე ზედმეტია რა, აღარ ფულიზეა ლაპარაკი და აღარ ჩონაზე. ხალხი ხო. წახალ მოდიოდა შული და ჩავარდა წყალში ავტობუსი მოვიდა და 1 საათი იტირებოშა ზის გავაშალე. ასეთი სიტუაცია არის, ეს ახლა კიდე დამშრალია რა, წყლებით გია სასაულად რა. ხელებით მიდის ხოლმე ხანდახან ეს. აუცილებელი არის გზის გაკეთებაი. მოსახლეობას რომ თავი დავანებოთ. მიცვალებული ვერ მოყავთ სასაფლაოზე რომ დაასაფლაო. იქნებ გადმოუვარდათ სასახლიდან, ისეთი გზა არის. მიცვალებული. მიჩერები ხართ რა მდგომარეობა არის. ხელით რომ მოყავთ ყოველ წუთში მიცვალებული მანქანით ვერ მოყავთ ხელით მოყავთ ერთს კინაღამ გადაუვარდათ ქარწვიმაში ამ დღეში ვარ ცოცხლების მიცვალებულიც სულ თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაზე უნდა მოხედონ თუ არ მოხედავენ მივხედავთ ჩვენ თვითონ ზემგომ ორგანოებში როცა ცუდი ამინდი არის და მოგვისწრებს წვიმა გაჭირვება ნახეთ მაშინ ყოველთვის მანქანებით ვერ მოყავთ მიცვალებული ფეხით ვერ მოდიან ადგილობრივ ხელისუფლებაში გოგებაშვილის ქუჩის მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე გზის მდგომარეობის შესახებ იციან. როგორც გავარკვიეთ, ხსენებული გზა ნიკოლაძის ქუჩასთან ერთად, როგორც სასაფლაომდე მისასვლელი მონაკვეთები პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაშია, რომელზეც ხართ-აღრიცხვასა და დეფექტურ აქტებთან ერთად პროექტების მოსამზადებლად ტენდერები უნდა გამოცხადდეს. ამ აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის დამზადების შემდეგ საჭირო ფინანსური რესურსის მოძიების ფონზე გზის რეაბილიტაცია შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე კი სხვას უფრო დამაიმედებელს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვერაფერს ამბობენ. ამ ქუჩაზე პროექტები არ იყო. ჩვენ ახლა მაქსაგის დავუძრავთ აუცილებლად. არა მარტო გოგებაშვილის ქუჩის, არამედ სხვა ქუჩების საკითხებსაც და სხვა პროექტებსაც, რომელიც ქუჩებს არ შეეხება და სხვა თემებს შეეხება. შევეცდებით მაქსიმალურად დავამზადოთ პროექტები, რომ
ეს მზაობა გქონდეს ჩვენ იმისათვის, რომ მომავალი წლის გეგმებში ეს ყველაფერი ავითვალისწინო. უცებ არ იქნება. ეს უნდა იცოდეს მოსახლეობა, უნდა შეგნებით ამას.